მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დამნაშავეთულის რომელთან მოლაპარაკებაც არ შეიძლება. სააკაშვილმა თავისი ხალხი საქართველოს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და ტერიტორიების უარის თქმას მიაღწია. ახლა ამ ადამიანთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება განაცხადა პუტინმა. მისი განმარტებით სამხედრო კონფლიქტამდე მან სააკაშვილს არაერთხელ უთხრა, რომ საქმე სისხლის ღურამდე არ მისულიყო. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ პრობლემა გუშინ და რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად არ წარმოქმნილა და აღნიშნა, რომ ეროვნებად შორის ურთიერთობა ძალიან სათუთია და ამ შემთხვევაში ადამიანებს შორის ურთიერთობის აშენება აუცილებელი. პუტინის განმარტებით სააკაშვილი მის მიდგომებს დაეთანხმა, თუმცა საპირისპირო გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთს საქართველოს შორის არსებობდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი აჭარის მოვლენებში არ ჩაერეოდა იქ რუსული ბაზების არსებობის მიუხედავად. ჩვენ არც ჩავერიეთ, შემდეგ მან მითხრა, დიახ, თქვენ ნამდვილად შეასრულეთ, სიტყვა აღნიშნა პუტინმა. ამასთან მისივე განმარტებით მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აჭარაში რუსული ბაზების ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრი შეიქმნებოდა, მაგრამ აბა სად არის ეს ყველაფერი, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ამასთან პუტინმა ივარაუდა, რომ სააკაშვილი მის განცხადებას უარყოფს და თუმცა, რასაც ამბობს, ეს თითქმის სიტყვა-სიტყვით ასია. პუტინის ამ განცხადებას კი ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. არაფერი ახალი არ არის, ეს არის იგივე ამხანაგი პუტინი, რაც აქამდე იყო ეს ადამიანი, ეს პროცესი, რაც ახალი ტიტულით, ასე ვთქვათ, კვლავ ძველი ტიტულით, მაგრამ ახლად მოვლენილით მოევლინა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობას, არაფერს არ ცვლის მის არსში. ძალიან მარტივია მისთვის, პირადად იქნება თუ მისი ქვეყნისთვის იმის დამტკიცება, რამდენად ისინი მართლა მოსურნენი არიან ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენ ხალხთან გააკეთონ. ძალიან მარტივია, ეს არის დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის და ეს არის იმ ადამიანების სახლებში დაბრუნება პოლიტიკური მორეგულირების პროცესში დეოკუპაციის კვალდაკვალ, რომლებიც 100,000-ობით გამოდევლილი არიან საკუთარი სახლკარიდან. მიხეილ სააკაშვილი ამაყ და სტაბილურ რუსეთზე ოცნებობს. ამ შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად სიმართლე ის არის, რომ მე არ მსურს სუსტი რუსეთი და მე ძალიან შორს ვარ რუსეთის ნაციონალური ინტერესების მტრობისგან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი რუს ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ის ელოდება მათ როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს, მწერლებს და პარტნიორებს, მაგრამ არა როგორც ოკუპანტებს. Распространенные мощные пропагандистские машины. ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად სიმართლე ისაა, რომ მე არ მსურს სუსტი რუსეთი და ძალიან შორს ვარ რუსეთის ნაციონალური ინტერესების მტრობისგან. სინამდვილეში ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური, დარწმუნებული საკუთარ ძალაში და იმაში, რომ სწორი გზით მიდის. ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელსაც არ დასჭირდება სხვების დამცირება თავისი ილუზიური სიდიადის დასამტკიცებლად. ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფ და უსაფრთხო, დაცულ, კაფეო საზღვრებს და არა ისეთზე, რომელიც მუდმივად ცვლის მათ. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების საჩივრის განხილვა კი დასრულდა. კონტროლის პალატის განხილველმა კოლეგიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას წერილობით გააცნობს მომჩივან მხარეს. დღევანდელი სხდომა კი დახურულად გამოცხადდა. საქმის განხილველ კომისიაში შედიოდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები, მომჩივანი მხარის წარმომადგენლებმა კი ადვოკატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ალექსანდრე ბარამიძემ კომისიის შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მათ საქმის დაწყებისთანავე შეექმნათ ეჭვი და შთაბეჭდილება, რომ პალატა საქმეს არაობიექტურად განიხილავდა და ამ მოთხოვნის დაყენებისას რამდენიმე გარემოება მიუთითეს, მათ შორის ის, რომ სხდომა ნაწილობრივ იყო დახურული და ვიდეო კამერების, ასევე აუდიო ჩამწერების გარეშე მიმდინარეობდა. ასევე ჟურნალისტებს სხდომაზე ტელეფონების შეტანის საშუალება არ მიეცა და სხვა გარემოებები, რაც ქუცნაშვილის განცხადებით იმაზე მიუთითებდა, რომ პალატა საქმის განხილვისას არაობიექტური იქნებოდა. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების იურისტები კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას ასევე აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ქართული ოცნება ნათია მოგელაძის სამსახურის მონიტორინგის სუბიექტია. აცილების შუამდგომლობა დავაყენეთ იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ ზეპირი სახით კანონზე დაყრდნობის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლება. მათ ფაქტობრივად ვერ მიუთითეს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენლებმა, რომელი კანონის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებისთვის შეეზღუდათ პროფესიული საქმიანობის წარმოება, მათთვის კამერების და ჩამწერი აპარატების ჩამორთმევების გზით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ დაუსაბუთებელი პასუხი ამ შუამდგომლობას, თქვენს რომ დიახ, ჩვენ ვისარგებლოთ კანონით, მაგრამ ჩვენ მოთხოვნაზე რომელი კანონით ვისარგებლოთ, ვერაფერი ვერ გვიპასუხეს. ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა რომ ის თანამდებობის პირი კონტროლის პალატისა, რომლის ქმედებებსაც ვასაჩივრებდით ქალბატონი მოგელაძე,
ამ ადმინისტრაციულ, ასე ვთქვათ, სხდომაში არ მონაწილეობდა, ის არ გამოცხადდა. სამ თანამდებობის პირმა, რომელმაც განეხილა ჩვენი საჩივარი, არავითარი შეკითხვები არ დაგვისვა. მათ უბრალოდ მოისმინეს ჩვენი განცხადებები, ასე ვთქვათ, მოსაზრებები, ის რაც წერილობით ისედაც ჰქონდათ. ანუ დამატებით რაიმე კითხვები და ასე შემდეგ მათ რატომღაც არ გასჩენიათ. ეს ყველაფერი მე უბრალოდ ძალიან მაკრუებს და უბრალოდ მინდა ვიკითხო, წინასწარ ხომ არ არის უკვე რაიმე გადაწყვეტილება ისედაც მიღებული აი ამ კითხვასვამ რიტორიკულს. საქართველოს კონტროლის პალატა ვერ დაუშვებს ამ საკითხის პოლიტიკურ ანგაჟირებას, შესაბამისად ყველა ჟურნალისტ თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა სხდომას, მაგრამ რა თქმა უნდა ტელეკამერების გარეშე. რაც შესაბამისად პრინციპი, რასაც ითვალისწინებს კანონი, ანუ სხდომის ღიაობას იყო დაცული. ამ სხდომის დაუქმება ხდება, ჩვეულებრივ არსებობს სხდომის ოქმი და ნებისმიერ პირს, მათ შორის მომჩივან მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გაეცნოს ამ სხდომის ოქმს, რასაც ითვალისწინებს ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სპეციალურ დათქმას, რომ სხდომა უნდა იწერებოდეს, მათ შორის ტექნიკური საშუალებებით, მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მისთვის მიცემული ახსნა განმარტებებიდან ამონარიდები გაავრცელა. როგორც კონტროლის პალატის განცხადებაში ანათქვამი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ამ პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე რეალობას არ შეესაბამება. საუბარია იმ პირების ახსნა განმარტებებზე, რომლებიც კონტროლის პალატაში დაიბარეს და რომელთა მიერ ქართული ოცნებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა ჯამურად 35,000 ლარია. სოქმარი ბესიკ მუმლაური და თამარა ჩიტაია, რომლებმაც ქართულ ოცნებას 15,000 ლარი ჩაურიცხეს, ახსნა განმარტებაში ამბობენ, რომ დროებით უმუშევრები არიან. მისი მეუღლე თამარა ჩიტაიაც განმარტავს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ოფიციალურად არსად მუშაობს. კიდევ ერთი პირი, მარიამ მეტრეველი, რომელიც კონტროლის პალატაში ახსნა განმარტებისთვის გუშინ იყო დაბარებული და ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შესწირაყვება, რომ მისი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1,000-1,500 ლარია. ვახტანგ გედიშერაშვილი, რომელმაც ქართულ ოცნებას 10,000 ლარი შესწირა, ახსნა განმარტების თანახმად 2000 წლიდან დროებით უმუშევარია. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სუბიექტების გარდა კონტროლის პალატამ პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრების გუშინ ჩამორთმეული ახსნა განმარტებების გამო აქვეყნა, სადაც გიორგი კობახიძე საწევრო შენატანებთან კავშირს უარყოფს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლია შერმაკოვას პარტიის ანგარიშზე გადარიცხვის მიზნით კობახიძემ 300 ლარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, ყველა პირი კონტროლის პალატაში ახსნა განმარტებისთვის გუშინ დაიბარეს. დემოკრატიული მოძრაობა კი კონტროლის პალატას უკანონობაში ადანაშაულებს. ნინო ბურჟანაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის საფუძველზე მათი შემომწირველების დაკავება და კონტროლის პალატაში დაბარება ხდება, რაც პარტიის თავმჯდომარის განცხადებით ადამიანის უფლების დარღვევა. ნინო ბურჟანაძის განცხადებით, ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რათა ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალოს და შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. დემოკრატიული მოძრაობა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რათა მათ რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების ქმედებებზე. დაიწყო რეპრესიებისა და ზეწოლის ახალი ტალღა ყველა იმ პირზე, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი პარტიის ანგარიშზე საწევრო ან შემოწირულობა შემოიტანა, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაიწყო ზეწოლის განხორციელება. ადამიანებს აკითხავენ სახლებში, მიყავთ პოლიციის ქვეგანყოფილებაში, შემდეგ უკანონოდ იბარებენ კონტროლის პალატაში და შანტაჟისა და ზეწოლის გზით აიძულებენ ხელისუფლებისათვის მისაღები და მომგებიანი განცხადების გაკეთებას. ვითომ და ამ პირებს ვინმე აძლევს ფულს და აიძულებს, თურმე ოპოზიციურ პარტიას ქონია ძალა ადამიანებს აიძულოს საკუთარ ანგარიშზე ფული შეატანინოს. დემოკრატიული მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში რეალური, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად და მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მორიგ ავტორიტარულ ქმედებებზე, მორიგ ცილისწამებებზე, ასევე მიმართავთ ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალას და დამოუკიდებელ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვიბრძოლოთ დრაკონული კანონმდებლობის შესაცვლელად და ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური შანსი მაინც ვუზრუნველყოთ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ სახალხო კრების წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა. ბიზნესმენმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს მიმართა არ არის აუცილებელი რომ მიიღო მონაწილეობა თუ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია, ისეთი მდგომარეობა უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე თუ ვერ მოეხმარები არ დააზიანო მაინც. ივანიშვილის ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ საპასუხოდ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ და ერთობლივად ბრძოლისკენ მოუწოდა. ნონა გაფრინდაშვილის თქმით კი, რომელიც ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა საჯაროებული კომენტარი საუბრის სრულ ვერსიას არ წარმოადგენს და მისთვის მიუღებელი აზრით თითქოს ნინო ბურჯანაძე პროცესებს ხელს უშლის. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, არის და რჩება, ვიდრე ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ხელისუფლების შეცვლისათვის და რეჟიმის შეცვლისათვის ბრძოლა და არც ერთ შემთხვევაში არათუ ბრძოლა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ არამედ ელემენტარული ხელის შეშლაც კი ბუნებრივია არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე მაინტერესებს, რამდენად ხელს უწყობს ამ ტიპის განცხადებები ოპოზიციურ ერთობას, ერთიან ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემი სახელით, დემოკრატიული მოძრაობის სახელით ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელსაც შემდგომში მხარი დაუჭირა სახალხო კრებამ და სადაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა კონსტიტუციური და ცივილიზებული მეთოდებით შევცვალოთ დღევანდელი რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დავაყენოთ. იქ არ ჩანს ჩვენი პოზიცია. იქ ჩანს მხოლოდ ერთი წინადადება, რომელიც მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებდით და როგორი იქნებოდა ეს დაფიქსირება თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, ჩვენ ვართ ერთი ცოცხალი ორგანიზმი, ქალბატონი ნინო, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ბატონი თემურშაშიაშვილი, იგივე წარმოადგენენ სახალხო კრებას, ჩვენ მხოლოდ ამ კონტექსტში ვართ ერთად და ჩვენ გვაქვს ერთი, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ კიდეც ხვაურიანი იყოს ჩვენი საბჭოს ცნობები, მაგრამ აზრი ერთი გვაქვს. ჩვენ ვართ ქვეყნის გამო ამ პროცესში ჩართული, ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს, რომ როგორმე ეს რეჟიმი წავიდეს, ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ ბატონი ბიძინასადმი და საერთოდ ვინც ათავსებს ქართულ როგორ მაგათ საიძე ვინც ათავსებს ამ მონაცემებს, აიდოს მაშინ მთლიანი ჩანაწერი. როდესაც ლაპარაკია, რომ ქალბატონი განზე გადგეს და ხელი არ შეგვიშალოს, მე გაძლევთ აბსოლუტურად სიტყვას, არც ქალბატონი არც სახალხო კრება არავის ხელს არ უშლის. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი მცხეთაში ქართული ოცნების ოფისის გახსნას დაესწრო. ქართული ოცნების მცხეთის ოფისის წარმომადგენლებს კოალიციის პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმისა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ხელისუფლების ძალადობისგან დაცვისკენ მოუწოდა. ოფისის გახსნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან გამართა. მცხეთის შემდეგ კი ქართული ოცნების ლიდერმა კიდევ ერთი რეგიონული ოფისი ამჯერად საგარეჯოში გახსნა. დღევანდელი ჩვენი დიდი პრობლემა მოგეხსენებათ გახსნავთ ჩვენი ხელისუფალი, რომელიც ცდილობს პოლიცია იმის მაგივრად რომ მოქალაქეებს იცავდეს, ხალხის დამთქმულ ინსტრუმენტად გამოიყენოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში უამრავი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ უძლებენ სტუნებას და ხშირად ექვემდებარებიან ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო ბრძანებებს. ამის შედეგი იყო მოგეხსენებათ გუშინ წინვე გავაკეთე განცხადება ამის შესახებ, რომ პოლიციის ძალადობის ხოები გახდა ხაშურის რაიონის პოლიციის სამმართველოში მიყვანილი ხაშურის რაიონის მოქალაქე ქიმერიძე. ჩემი კაცრი მიმართვის შემდგომ მოვითხოვე პოლიციისგან, რომ კანონიერებისთვის მიეხედათ და ყველაზე ცოტა რაც აუცილებელი იყო სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ხაშურის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი. ეს მოხერხდა დაგვიანებით, მაგრამ მოხერხდა გუშინ და აუცილებლად მოვითხოვთ, რომ კანონდამღები პოლიციელები ამ შემთხვევაში საუბედუროდ პოლიციელები იკვეთებიან კანონდამღებად, აუცილებლად უნდა დაისაჯნო. მე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო პოლიციელებს, დაემორჩილებიან უკანონო ბრძანებებს. მათ მოუწევს აუცილებლად კაცრად პასუხი აგონ კანონის წინაშე ჩვენი მოსვლის შემდგომ. ძალიან სასიამოვნო სურპრიზი იყო
ბატონო ბიზნეს მობრძანება. არ სააკაშვილი მელოდა, მაგრამ კარგია. მახსოვს 1600 ისტორიიდან 1660 წელს ბახტრიონის ომის ბიძინამ თქვენმა მოსახელემ დაგეგმა და მოხდა ძალიან დიდი გამარჯვება მაშინ. მეოს არ გეგმა, უამრად მოიწეს. მაგრამ გამარჯვება იყო, რაც თავია ძალიან დიდი და სამბეჭდი დავა. იმედი მაქვს, რომ ზუსტად ასევე იქნება ეხლა. მცხეთიდან დამარცხდება ხელისუფლება. ამ ძიძველი ქალაქიდან. ეს გარდაუვალია, მე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა შანსი არ აქვს. ჩვენ გამარჯვებისთვის მოვედით აქ და მივიყვათ ამ საქმეს ბოლომდე. ჩვენ გვინდა რეალურ საქართველოში ცხოვრება და არა სააკაშვილის ვირტუალურ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ყველანი ჩვენ ვართ ბრძოლისთვის ბოლომდე თავდადებული ადამიანები. ზედმეტი ემოციები არ მინდა გამოვხატო. ოქტომბრამდე შეინახე შენ. ოქტომბრამდე შევინახოთ. დინამიკა ისეთია, რომ დაგჭირდება ემოციები. არა, ეხლა დაგჭირდება. მაგრამ დღეიდან იქნება მუხ-ჩაუხრელი შრომა. ზათავარ თქვენთან ერთად როგორც ჩათვალოთ, რაშიც ჩათვალოთ, შევთანხმდეთ, თქვენ გვერდში მიგულეთ ყოველთვის მცხეთელებმაც და მთელი საქართველოს მოქალაქეებმაც. იმ სამართლიანი ბრძოლის გზაზე, რომელიც გარდაუვალია, რომელიც ჩვენი საბრძოლია და არა ჩვენი შვილების და შვილიშვილების. ყველაფერი კარგად იქნება. ტელეკომპანია მეცხრე არხის Global TV-სა და ქართულ ჯგუფში შემავალი ელით ბურჯი კუთვნილი ტვირთი ამ დრომდე ეკონომიკური გაფორმების ზონაში რჩება. კომპანიების წარმომადგენლები საბაჟო სამსახურს ტვირთის გაფორმების გაჭიანურებაში და ამით მათი საქმიანობისთვის ხელი შეშლაში ადანაშაულებენ. ქართულ ჯგუფის საბაჟო სამსახურის უფროსის განცხადებით ტვირთის გაფორმება 15 წუთიდან 1 საათის განმავლობაში უნდა ხდებოდეს. ტერმინალში კი აცხადებენ, რომ არც ერთი ტვირთი შეჩერებული არ არის და ისინი მხოლოდ საბაჟო პროცედურებს გადიან. ეს არის მეცხრე არხისთვის, შეფასე Y-ისთვის ჩამოსული ტვირთი, ანტენა, რომელიც ჩამოვიდა პარასკევს მოხდა გადაკლარირება ტვირთის, ის მოხდა ეგრეთ წოდებულ წითელ ტელეფონში, რაც გულისხმობს დათვალიერებას. ესე იგი, პარასკევიდან მოყოლებული ხელოვნურად ჭიანურდება ამ ტვირთის გაფორმება, იქიდან გამომდინარე, რომ დათვალიერების პროცედურაც კი ორშაბათს ჩაატარეს. ორშაბათს მას შემდეგ რაც ჩატარდა დათვალიერების პროცედურა, 2 დღე არის უკვე გასული და დეკლარაცია არ არის გაფორმებული, ანუ ტვირთი არ არის გაფორმებული. მიზეზი თუ რა არის ამის, როდესაც ვეკითხებით, არგუმენტირებული ყოველ შემთხვევაში არ არის. მე წარმოვადგენ კომპანია ელიტა ბურჯს, ჩვენ სახელზე შემოდის ტვირთების საკმაოდ დიდი რაოდენობა. თითქმის ყველა ტვირთი, როგორც წესი, ხვდება წითელ ტელეფონში. მიუხედავად არსებული ინსტრუქციისა, ტვირთების გაფორმება ხდება ძალიან დიდი დაყოვნებით, გაურკვეველი მიზეზების გამო, რაც გვიქმნის სამუშაოში გარკვეულ პრობლემებს. ამდე არ შექმნია ჩვენ Global Contact Consulting-ზე. ეს პირველი არის, უშინ საბუთები მივეცი და იმის მერე ესეთ სიტუაცია. რა შევშერთ ამას, რა პასუხი აქვს საბაჟოს ხელში? არ ვიცი, ვარკვევთო და მეორე დღე არ ყვევენ და მე არ ვიცი ხა იქ რა ხდება, რა შვებია. თუ შეფერხებას ადგილი არ აქვს. ანუ რა პროცედურებს პარასკევის დათვლას, ამჟამად მიმდინარეობს დათვლა და წარმომადგენელს. აი Y-ას ანტენა როდის გამოვა საბაჟოდან? როგორც კი ელექტრონული შეთქმულება მაქვს. გეკითხებით, ხალხო, რა ხდება? ერთი კვირა გაჩერებულია ხალხო და აბა როგორც კი ეს კონკრეტული შეკითხვა დაუშვით. Y-ას ანტენა, რომელიც პარასკევს არის დეკლარირებული საბაჟოზე, გემდე რატომ არ არის გაფორმებული? განმარტივი შეთქმულება ეგრევე დასრულდება. აი აპარატურასთან დაკავშირებით, რატო შეიძლება ჭირდებოდეს ამ ყველაფერს ერთი? აქ მარტო აპარატურა არა, აპარატურას გაშლია თავისი დახლების დოკუმენტები, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს თვითონ იმ აპარატურასთან მიმართებაში. ანუ შეიძლება გარკვეული რაოდენობით შეესაბამებოდეს პირობებს, ანუ საერთაშორისო ეკონომიკურ ნორმებს, ან შეიძლება არ შეესაბამებოდეს. ანუ ამ შემთხვევაში ეს ტვირთი მეცხრე არხის იყოს და კონკრეტულად არა, ტვირთზე არ არის საუბარი, აქ დოკუმენტებზეა საუბარი. არა, ამას გაფორმებელი მებაჭებს, ესე თქვა, იმიტომაც გაჭიანურდა. გია ხუხაშვილის საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარეობიდან გადადგა და ინსტიტუტიც დატოვა. განცხადება ამის შესახებ გია ხუხაშვილმა დღეს გააკეთა. ხუხაშვილმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა. მისივე განმარტებით ჯერ არ იცის, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუკავშირებს თავის მომავალს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პარტიაც კი შექმნას. ამასთან გია ხუხაშვილის განმარტებით საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭო გადაწყვეტს, თუ ვინ უხელმძღვანელებს კვლევით ინსტიტუტს. დღეს უკვე სამწუხაროდ მივედი იმ ზღვარზე, როდესაც როგორც ჩანს გამიჩნდება პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, როგორც ამბობენ დღევანდელ ქართულ სინამდვილეში.
აქედან გამომდინარე იმისათვის რომ არ დაზიანდეს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები, მოგეხსენებათ ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. მე დღეს ვაცხადებ, რომ გადავდგები, მე მაქვს ჩემი სიმპათიები, რა თქმა უნდა, თუმცა ჯერჯერობით მე მჭირდება გარკვეული თავისუფლება, გარკვეული ფიქრი, არაფერს არ გამოვრიცხო. მათ შორის იმასაც, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას ქვეყანაში, ხო ესეც არის გამორიცხული. კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუას სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს გამოეხმაურა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით საუბარია იმის შესახებ, რომ სამი უმაღლესი სასწავლებელი, თეატრალური უნივერსიტეტი, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია ერთიანდება მხოლოდ სპეკულაცია, მისი თქმით, არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის. ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ საჭიროა სამივე უმაღლეს სასწავლებლებში როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური ცვლილებები. კულტურის მინისტრი განმარტავს, რომ სტატუსის შეცვლა მხოლოდ რეფორმების გატარებას გააადვილებს. რეფორმების ფარგლებში კი მთავრობის დადგენილებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტატუსი შეეცვალათ. კულტურის სამინისტროს განცხადებით სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის ნაცვლად მიენიჭათ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი. არანაირი ლაპარაკი მათ გაერთიანებაზე არ არის. მე რამდენიმე ადამიანმა მომართა ამ კითხვით და უბრალოდ თავს ვგრძნობ ვალდებულად, რომ ეს ინფორმაცია მოგახსენოთ. არანაირ გაერთიანებაზე არც ყოფილა, ეს არ ვიცი ვინ გამოიგონა ეს მითი. აქ ლაპარაკი არის რეფორმების დაჩქარებაზე, გაუმჯობესებაზე ამ სასწავლებლების როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე მეთოდოლოგიურად, ასევე რეფორმების თვალსაზრისით, როგორც გითხარით, ამ წუთას სამივე უმაღლესი საჭიროებს ცვლილებებს და ეს ცვლილებები უმჯობესია მოხდეს მალე. ფინანსთა სამინისტრომ კი დღეს აწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფასიანი ქაღალდები ლარში იქნება ნომინირებული. გილაურის განმარტებით, აქამდე მთავრობა უშვებდა ევრობონდებს, რომელიც დოლარში იყო ნომინირებული და ეს საკმაოდ წარმატებული ტრანზაქციაა. ფინანსთა სამინისტროს შესახებ ამჯერად პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ დღეს გამოვუშვით 10 წლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები ლარში ნომინირებული, აქამდე ჩვენ ევრობონდი იყო გამოშვებული დოლარში, თუმცა ეს ამ შემთხვევაში არის ლარში ნომინირებული და საკმაოდ წარმატებული ტრანზაქცია იყო. 5 მილიონის ფასიანი ქაღალდები გამოუშვი და მოთხოვნა იყო სამჯერ უფრო მაღალი. ზოგადად სახაზინო ვალდებულების ბაზრის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე დადებითი ასპექტი ახლავს ამასთან. პირველი ეს არის მოდელი, რომელიც გამომდინარეობს თანამედროვე ფისკალურ-მონეტარული ინტერაქციის მოდელიდან. მეორე ეს არის ის, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ლარის ბაზარი ქვეყნის შიგნით. მესამე ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს თავის ფულად საკრედიტო ოპერაციები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეიქმნას ლარის შემოსავლიანობის მრუდი, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად ფინანსური სექტორის განვითარებისთვის. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსია კვლავ გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ გარკვეული საკითხები იყო საერთაშორისო ფონდების მიერ დასმული და ისინი ამოწურულია. მისივე თქმით, კანონში არსებული ახალი რეგულაციები საერთაშორისო ფონდებზე არ ვრცელდება და დღევანდელ შეხვედრაზე მათ ამის შესახებ კიდევ ერთხელ განმარტეს. მისივე თქმით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი პარტიების ინსტიტუციონალური განვითარება და ხელშეწყობა და არა მათთვის ხმების მოგროვება შეუძლებელია მათი საქმიანობა შეიზღუდოს. მინაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა დღეს იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ რა შეიძლება კანონში იყოს დამატებული მეტი გარანტიებისთვის, რაზეც მუშაობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებული იქნება. შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის დავალებით გაიმართა. შეხვედრა იყო საერთაშორისო ფონდებთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსების კანონს.
იყო გარკვეული წუხილები საერთაშორისო ფონდების მხრიდან ხომ არ შეზღუდავს ეს კანონი ამ ფონდების საქმიანობას ჩვენ თვით რომ მოქმედი კანონიც არავითარ შეზღუდვას არ აწესებს და ძალიან მკაფიო ძალიან ნაცელი თუმცა მიუხედავად ამისა გვესმის მათი წუხილები გვინდა მოვისმენთ მათი რეკომენდაცია მათი რჩევები გვაქვს ჩვენი წინადადებებიც შემდგომი ცვლილებების შესახებ კანონთან დაკავშირებით. So I think there was some very good discussion today. ფიქრობ რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა. იმედი მაქვს ეს კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო შედეგს მივიღებთ. კამპანიის შენგეხება ორგანიზატორები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონთან დაკავშირებით დავით ბაქრაძის ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა მას არასაკმარისად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომლის თანახმადაც ახალი კანონმდებლობა პრობლემებს არ შეუქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შესული ცვლილებები არამხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება, არამედ მედიისა და მოქალაქეების უფლებებსაც ხვდავს. ამიტომ კამპანია შენგეხება გაგრძელდება, რადგან დღეისთვის ძირითადი მიზნები მათი განმარტებით მიღწეული არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონ დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა, რომლითაც გამოეხმაურა ფაქტიურად ჩვენს კამპანიას და თქვა, რომ ისინი განსაკუთრებით ეცდებიან, როგორც ჩანს, უმრავლესობა განსაკუთრებით ეცდება, რომ ეს შეზღუდვები არ გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ჩვენი კამპანია მხოლოდ არასამთავრობოების შეზღუდვას არ ეხებოდა. როდესაც ჩვენ კამპანიას ვიწყებდით, ჩვენი მიზანი იყო აღგვედგინა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, უზრუნვე გვეყო მოქალაქეების გამოხატვის არჩევანის თავისუფლება. ჩვენი მიზანი მხოლოდ არასამთავრობოების იგი ნორმალურ პირობებში მუშაობა არ იყო. აქცენტი კეთდება მხოლოდ უცხოელების ინტერესებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებზე. მაშინ, როდესაც ამ კამპანიის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების და ამ კამპანიაში მონაწილე უბრალოდ მოქალაქეების მიზანი არ არის მხოლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რაღაც პროცესების გამარტივება. არამედ პირიქით, თაკ პრობლემა არის ის, რომ საფრთხე ამ კანონმდებლობით ექმნება მოქალაქეებს, ამომრჩევლებს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული ამომრჩევლებისთვის მხოლოდ გარკვეული რაღაცის მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქცენტის გაკეთება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ქართულის თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის პრობლემებზე არის არასწორი. ცოტა ატარებს ისეთ სახელს, რომ ეს მოძრაობაში გაერთიანებული ხალხი საკუთარ თავზე ზრუნავენ. რაღაცა ასეთი შტაბეჭდილება შეიძლება შეექმნას ადამიანებს, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, კაფეოდ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ ამ კანონში უნდა გამოსურდეს ის, რაც ჩვენ შეტანილი გვაქვს და ეს შეეხება ყველას და შეეხება ზოგადად საარჩევნო გარემოს. არის მთელი რიგი საკითხები, რასაც ჩვენ პარლამენტს თავაზობთ, უპირველეს ყოვლისა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჩუქრის გადაცემის შემთხვევაში, ასევე ის, რომ უფრო მეტად უნდა დავიწროვდეს იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება აღიარებული იქნას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულად და გავრცელდეს მათზე გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ თავაზობთ კონკრეტულ ფორმულირებებს, ასევე თავაზობთ, რომ გაიწეროს საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილება იმდენად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები, ასევე ყადაღის დადების პროცედურაზე უფრო დეტალური შემოთავაზებები გვაქვს. ჩვენი აზრით, ყველა ეს შემოთავაზება, რაც ჩვენ გვაქვს, მისაღები უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისათვის, რადგან არც ერთი მათგანი არ ელახავს საქართველოს მოქალაქის უფლებას და რაც მთავარია, ამ კანონის მიღების მოთხოვნის არს პასუხობს. ზემონიქოზის საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა კი შიდა-ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი თამარ ხიდაშვილი კი ბეებიდან დააგორა. ჟურნალისტ თამარ ხიდაშვილის განმარტებით მელანაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გაღიზიანება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნაზე შეტანილმა განცხადებამ გამოიწვია. ჟურნალისტი ნიქოზის საჯარო სკოლიდან გენინსპექციის შემოწმების ასლებსა და ინგლისური ენის პედაგოგის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას. შიდა-ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახულია, რომ ინგლისურ სიტყვებს პედაგოგი დაფაზე ქართული ასოები წერდა. თამარ ხიდაშვილმა კი უკვე მიმართა საიას გორის ოფისს და პროკურატურაში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს. ხიდაშვილი ნიქოზის სკოლის დირექტორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ხელი გამიში, ხელი ჩაწრი. რომეთაჩები, ხელი ჩაწრი. რომეთაჩები, დაფიქსირებული ხარ როგორ მითხრა? განცხადება დამატოვია. ფორმა არ არის განცხადება. რა არის ფორმა? რომელი ფორმა? ორგანიზაცია ბრძანდება. ორგანიზაცია ბრძანდება. ეს სასწავლო პროცესო
რო გიშლით რატო შემოხვედით? განცხადებას დატოვოთ სკოლაში შემოდიხარ და რატო ახლა სკოლაში შემოხვედით? ყველაფერი დაფიქსირებულია, ვინ მოიქცა ხმამა? დაფიქსირეთ. მოდი განცხადებას არ იტოვეთ. მიბძანდი. ფორმა ჩამოაყალიბე. როგორი ფორმა გინდა რომ ჩამოვაყალიბო? როგორც რომ თქვენ დახვეწილმა ორგანიზაციამ ჩათვალეთ საჭიროთ რომ გიდათ მოითხოვოთ ოფიციალური ინფორმაცია მაგ ფორმაში. ჩვენ ესეთი ფორმის განცხადებებს საფეზე ნუიფარებ გასწორებული. ესეთი ფორმის განცხადებებს არ ვიცი. როგორი ფორმას აქვს? ჩამოაყალიბე. შენ შემოხვედი შანტაჟის გულით. დაურიგეთ პოლიციას. შემოხვედი შანტაჟის გულით. მიბძანდი ძალიან. კამერას გვიშლით. სასწავლო პროცესია, სასწავლო პროცესი. არა, უნდა გაგატონოთ. მე განცხადების შაბარებია. ახლა ჩვენ სულ ყველა 1 საათამდე მობძანდი და თუ არ დახვდა სასწავლო პროცესი ნომიჟილი თქვენი განცხადებას არ იტოვეთ. არ ვიტოვებ განცხადებას. არ ვიტოვებ განცხადებას. რატო ხარ შარժი? ასად არ მივდივარ, გამოუძახეთ პოლიციას. გაგატონო მიბძანდი სკოლიდან, გამოუძახეთ პოლიციას. სკოლიდან მიბძანდი. განცხადებას რატო არ იტოვეთ? არ არის ფორმა განცხადებისა, მოსული ხარ შანტაჟის გულისთვის, დასანტაჟებული. აურჟაურის მოსახელე. განცხადებით ჩაბარეთ. მიბძანდი სკოლიდან. მიბძანდი სკოლიდან არ გამომიყანო დოკუმენტები. ხელი გაწიე. მიბძანდი სკოლიდან. ხელი გაწიე. ეხლა მართლა არ დაურეკო პოლიცია. ხელი გავალ. სკოლიდან მიბძანდი. ხელი გამიში გავალ. ხელი გაწიე გავალ. მიბძანდი სკოლიდან. ხელი გამიში. ხელი. ხელი გაწიე. ხელი გაწიე. შეხედო ახლა ვიდა. ხელი გაწიე. ვიზარ. ნიკოს საჯარო სკოლაში მივედი განცხადების დასატოვად და თხოვე დირექტორს ჩაებარებინა განცხადება, რაც მან კატეგორიული გვარი განაცხადა, თხოვე განმარტება თუ რატო არ იბარებდა განცხადებას. ამ განცხადებით ვითხოვდით, აქ იყო შესული ინსპექცია რამდენიმე წლის წინ და ინსპექციის შემოწმების ასლებს, ასევე მათი ერთ-ერთი პედაგოგის, ინგლისურის პედაგოგის კერძოდ კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლს. ელემენტარულად განცხადების ჩაბარებაზე ჰქონდა დირექტორის საშინელი რეაქცია, არ ჩავიბარებ თქვა, ასეც მოთხოვე პასუხი თუ რა იყო მიზეზი, რატო არ იბარებდა, ამ ადამიანმა პასუხის ნაცვლად დამიწყო ცემა, შეურაცხყოფა, ლანწვა სკოლიდან გამომაგდეს, რასაც ქვია, ბოლოს ჩანს კადრებში დირექტორს აკავებენ თვითონ პედაგოგები, რომელიც საცემრად იწევს. ჩვენ მივმართეთ ახალგაზრდა ევროპულ ასოციაციას და ამ საქმეს ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა. ეს დირექტორი მე ვფიქრობ, რომ არაჯანსაღი ადამიანია, ის შესამოწმებელია გონებრივად და ვფიქრობ, რომ მათ მისი ურთიერთობა ბავშვებთან საშიში. ჩვენ რა თქმა უნდა გავუწევთ საადვოკატო მომსახურებას, თუმცა პირველ ეტაპზე იყო უკვე საკონსულტაციო მომსახურება გაწეული. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს, თქვათ, დანაშაულს, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალის საფუძველზე, რომელიც ვიდეო მასალის სახითაც არის გავრცელებული. აქ არის უბრალოდ საუბარი კვალიფიკაციაზე, რა კვალიფიკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა თუ სამსახურებრივი მოვალეობის ბროტად გამოყენება, ან უფლებამოსილების გადამეტება. წარმოადგენილ შემთხვევაში უფრო მეტად იკვეთება ამ შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. თელავის რაიონის სოფელ რუისპირის სკოლაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიუხედავად, რასაც მერვე კლასელი მოსწავლის ბადრი ყელაიძის სიცოცხლე მსხვერპლა ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან. სკოლის დირექტორი და რაიონის რესურს ცენტრის უფროსი. მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი, არც რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა და არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. რუისპირის საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ სკოლის დირექტორმა რესურს ცენტრში შენობის დანგრევის საკითხი რამდენჯერმე დააყენა, თუმცა რესურს ცენტრიდან რეაგირება არ მომხდარა. კახეთის გუბერნატორი ადმინისტრაციიდან მუნიციპალიტეტების გამგებლებს დაევალა დაუყოვნებლივ გამოავლინონ რომელიმე სკოლის ეზოში თუ არის მიტოვებული ნგრევის პირას მყოფი შენობა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი დემონტაჟი განახორციელონ. შეგახსენებთ, სკოლაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს. სოფელ რუისპირში მიტოვებული შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული გიორგი თანდილაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. მას აღენიშნება დაზიანება ხერხემალზე და ასევე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ხვალ კი მას ოპერაცია ჩაუტარდება. დაშავებული მოზარდი სასწრაფო ბრიგადამ თელავისდან თბილისში გუშინ გადმოიყვანა. ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოხდა საჯარო სკოლის ეზოში საკვების შენობის ჩამონგრევის შედეგად მერვე კლასის მოსწავლე ბადრი ყელაიძე დაიღუპა. საქმეს კი თელავის პოლიცია იძიებს. დღეისათვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ნუჩებილები აქ რასაკვირველია, ბარძაყის მოტეხილობა არის ცდომით
და 5 მალა არის მოტეხილი, გვერდითი მორჩები 4 მალაზე და 1 კომპრესიული მეხუთე მალის ლუბალურის მეხუთე მალის კომპრესიული მოტეხილობა. მაგრამ ხერხემლის მალების თვალსაზრისით ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არ არის. მაგიტავა კონსერვატიულად და რაც შეეხება ბარძაყის მოტეხილობას, ოპერაცია მზადდება ხვალისთვის, ბავშვი მზადდება ხვალე საოპერაციო. ხვალე ჩატარდება და კარგი შედეგით იქნება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი ოტია იოსელიანის შვილების არჩეული ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილაცნო მწერლის ანდერძი. იოსელიანის შვილები 2011 წლის 3 ივნისსა და 2011 წლის 7 ივლისს შედგენილი ანდერძების სრულ გაბათილებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ორივე ანდერძი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწერალმა სიკვდილამდე თავის მემკვიდრეებს შორის შვილებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც დაასახელა. შვილებს მანანა რამაზ და აბესალომ იოსელიანებს საქართველოს ბანკის ბარაძი არსებული თანხა სრულად დაუტოვა, ეკლესიას 8000 ლარი, სამხატვრო სკოლას კი 1000 ლარი, ხოლო მეგობრებს თეიმურას კეპილაძეს ვოლოს მარკის ავტომანქანა და ტოიოტას ჯიპი, ხოლო თამარ გელოვანს საავტორო უფლებები. შვილებმა სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ გელოვანი და კეპილაძე დაასახელეს და სასამართლომაც მათ სახელზე დარღვევებით შედგენილი ანდერძი ბათილაცნო. საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ იქნა დასახელებული ყველა ის პირი, ვისაც მოანდერძემ 2011 წლის 3 ივნისისა და ამავე წლის 7 ივლისის ანდერძებით ქონების გარკვეული ნაწილი უანდერძა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსზე დაყრდნობით უარი უთხრა მოსარჩელეებს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე, ანუ ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული თამარ გელოვანისა და თეიმურას კეპილაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში. ასევე ანდერძი ყალბად შედგენილი და ამახინჯებული შეურაც ყოფილი, რაც თავარია პირადად ჩემთვისაც, ჩემი მაშვილებისთვის, პირადად ოტიესელიანსა. კონკრეტულად რა თქმა უნდა სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხარ. ნახოთ, ჯერ კიდევ არა ვარ კარგად აღმოჩენილი თვითონ ამას შეუძლებელი თუნდაც ეცნობა, მე შესაძლოა რა კიდევ ვიხსნა შეიძლება პრეტენზია არ გაკეთო. ყოველ შემთხვევაში ამჯერად მაინც ნორმალურია ეს ყველაფერი. საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებს საპენსიო პაკეტში დაგეგმილი ცვლილებები უსამართლოდ მიაჩნიათ. ფრაქციის წევრ მაგდა ანიკაშვილის განმარტებით პენსიონერები და სოციალური პაკეტის მიმღები ადამიანები ერთმანეთისგან უსამართლოდ გამიჩნეს. მისი განმარტებით მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები და მარჩენალ დაკარგულები ისევე საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლები დახმარების იმედად რჩებიან. ანიკაშვილის განცხადებით დისკრიმინაციულია მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართაც, რადგან კანონპროექტის მიხედვით ზრდასრულ პირველი ჯგუფის ინვალიდებს 140 ლარიანი პაკეტი ექნებათ, ბავშვებს კი არა. სოციალური თვალსაზრისით ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობა არაფრით შეიცვლება ამ რეფორმის შედეგად. რეფორმის მიღმა რჩებიან მარჩენალ დაკარგულები, ობოლი ბავშვები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაუყუყთა ოჯახის წევრები, ომის ვეტერანები, პოლიტრეპრესირებულები, ასევე მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ინვალიდი ბავშვები. ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვთ, რომ საპენსიო პაკეტის ყველა მიმღებმა ასევე უნდა მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რადგანაც მინიმალური პენსია განისაზღვრება კვლავ 55 ლარით, რაც არის თითქმის სამჯერ ნაკლები ვიდრე საარსებო მინიმუმი, რომელიც უკვე 157 ლარი დაფიქსირდა იანვრის თვეში. საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ბავშვებიც კი არიან ერთ კატეგორიაში გაერთიანებული, ისინი იღებენ 70 ლარს, რაც მიგვაჩნია, რომ არ შეესატყვისება იმ საჭიროებებს, რომლებიც აქვთ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს. ასე რომ აუცილებელია, რომ საპენსიო პაკეტის ყველა მიმღებმა ასევე მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. არსებული პაკეტი არათუ არ აუმჯობესებს გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარების მდგომარეობას, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, არამედ მათ საკმაოდ დიდ ნაწილს არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ასეთი არათანაბარი მდგომარეობაში ვარდებიან ქალბატონები 60-დან 67 წლამდე, ასეთ არათანაბარ მდგომარეობაში ვარდებიან ყველა ის სოციალური პაკეტის ბენეფიციარი, რომელიც ვერ იღებს დაზღვევას მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მათგანი იღებს, ნაწილი ვერ იღებს. ეს არის დისკრიმინაციული მდგომარეობა რეგიონალური, ასაკობრივი, გენდერული თვალსაზრისით. ამ დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პირველ რიგში მინისტრი პერსონალურად.
თუკი ეს წინადადებები ჩვენი არ იქნება გათვალისწინებული, რასაც ხალბატონი მაგდა საუბრობდა, მაშინ მიგვაჩნია, რომ ამ დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მინისტრი უნდა წავიდეს. ელექტროკავშირის ყოფილი თანამშრომლები სილქნეტისგან კუთვნილ წილს ითხოვენ. სილქნეტი ახლა ელექტროკავშირის შვილობილი კომპანია 3000-ზე მეტ აუქციონერს კი წილის გაყიდვას 12 თეთრად სთავაზობენ, თუმცა ამ პირების განაცხადებით ფასიანი ქაღალდის საბაზრო ღირებულება 1 ლარია. ეს აქციის ფურცლები ჩვენ მოგცეს 2006 წელს. 2006 წლიდან ჩვენ ველოდებით უკვე დივიდენდებს, მაგრამ ის არის გვეუბნებოდნენ, რომ რეორგანიზაციის მერე თქვენ მიიღებთ დივიდენდებს. მერე სახელი შეიცვალა 2009 წელს, შეიქმნა სააქციო საზოგადოება სილქნეტი, სახელი ჩვენი ქონება ყველაფერი გადავიდა სილქნეტში. ხო და ეხლა გვეუბნებიან, რომ თქვენ სილქნეტს არ ეკუთვნითო, თქვენო ტელეკომს ეკუთვნითო, ტელეკომში ხართო, აი ჩაყარეს ჩვენ რა, აი ტომარები ვით ჩაყარეს იმ ტელეკომში, რომელიც არც კაპიტალი და არც ბიუჯეტი არ გააჩნია. ნომინალური ღირებულება ამ აქციის არის 1 ლარი. საბაზრო ფასი თავის დროზეც მეტი იყო, 2000 ლარებად გაყიდა ხალხმა, თავიდან ჩვენ არ გავყიდეთ ეს, იმიტომ იცით თქვენ დივიდენდები რას ნიშნავს და სიბერეში ხალხი ამით ელოდებოდა რაღაცა ლუკმაპურის ფული ექნებოდა. გარდა ამისა, სამსახურებიდან გამოვყარეს უყველა 8000 კაციდან დღეს 500 კაცი არ მუშაობს მთელ ქსელში, მთელ საქართველოში ამათთან. და ასე დატოვეს ეს ხალხი ქუჩაში, არც დივიდენდი საერთოდ არ აგვიღია. ეს აქციებიც გაუფასურეს და ნულის ტოლი გახადეს და 12 თეთრს ვთავაზობენ, ასეთი შეიქმნა. ახლა ჩვენ მივმართეთ ამის თაობაზე პრეზიდენტს, მივმართეთ პროკურატურას, მთავრობის თავმჯდომარეს და ყველას მივმართეთ. ახლა ღია წერილით აქ გვაქვს რაც მივმართეთ, ღია წერილით მივმართათ პრეზიდენტს. აი მოგებიდან გვეკუთვნის ჩვენ გარკვეული თანხა. აი ხომ არ ვიცი ჩვენ ახლა რა მოგებაა, ჩვენ არ გვაჩვენებენ ამას. არა საერთოდ არ შეგიშვებენ ამ შენობაში. რაზეა ლაპარაკი, როცა ვიმუშავე 48 წელი წესიერად პატიოსნოთ და ახლა დავჭით ისე, არაფერი აღარ გვეკუთვნის. მუხიანის დასახლებაში კი დუმბაძის გამზირზე ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილმა კომპანია კოდას სავაჭრო ჯიხურები არ ჩაადგმევინა. მოსახლეობის განმარტებით ჯიხურები განთავსების შემთხვევაში გამზირის ფასადი დამახინჯდება. გარდა ამისა, მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი სასურსათო მაღაზია და ახალი ჯიხურების დადგმა ზედმეტია. კომპანია კოდას წარმომადგენლების განმარტებით კი მათ ნებართვა მერიისგან აქვთ აღებული, მათივე თქმით, კომპანია მთელი ქალაქის მასშტაბით სავაჭრო ჯიხურებს კანონიერად გავს. ზუგდიდის საავადმყოფო რესპუბლიკაში კი პანიკის მიზეზი მოჩვენება გახდა. 2 დღის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს თვითმხილველმა შეატყობინა, თუმცა სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა. უცნაური ხმაურის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი როლანდ ახალაიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ პანიკური ვითარების გამო საპატრულო პოლიციასა და სამაშველო ბრიგადების მობილიზებაც კი გახდა საჭირო. ძალოვანები შენობის მთელ პერიმეტრს 2 დღის განმავლობაში არტოვებდნენ, თუმცა ძებნის შედეგად ვერავინ აღმოაჩინეს. რა იყო და ვიღაცა გარბოდა, მიშველეთ რომ შეაო და რა ვიცი, რა იყო ხმაური იყო ფეხის. ჯონის იძახდა. გურამი არა, ჯონის იძახდა. რა არისო ჯონი რა? ჯონი ვარო. რა ვიცი, აი ჯონის სული იქნებოდა. ყველა შეშნოდა, რა თქმა უნდა, ყველა დარბოდა. ყველა დარბოდა, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახე. მაგრამ ხმაური ისე ზოგჯერ არის, როცა ჩათავენ ამ ფინქოილებს და ამ სისტემას, აქში ისეთი რა ზომიერი ხმაური არის, მაგრამ არავითარი სხვა ხმები და საუბარი და ის არ ყოფილა. აი შესაძლებელია თუ არა ვინმე ყოფილიყო თქვა აი ამ სხვაში ან გამოიწვულია, იმიტომ რომ მთელი ის შემოწმდა, გადამოწმდა, აქ იყო საპატრულო პოლიცია, აქ იყო მაშველთა ბრიგადა და აბსოლუტურად გამორიცხულია ვინმე რა ყოფილიყო. ეს 30 კაცი აუცილებლად შეამჩნევდა ასე რომ თვითონ ავტოფები იყვნენ იმაში რა ქვია მაგას ეიფორიაში რომ რაღაც მოესმათ რაღაც ხმა ესმოდათ და ამიტომ რომ ავტოფები დარწმუნებული იყვნენ დამშვიდებული იყვნენ და ეს სტრესი რომ მოხსნილი იყო ამ მიზნით გამოვიძახეთ სამაშველოც და საპატრულო პოლიციაც.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კი ხვალ ნატო გელაშვილის აღამო გაიმართება. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ. კონცერტზე ნატო გელაშვილის ძველ სიმღერებთან ერთად ახალი რეპერტუარიც იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეასრულებენ. კონცერტის ორგანიზატორის დავით ოკიტაშვილის განმარტებით საღამოზე მისულ ყველა ქალბატონს ფილარმონიის ფოიეში სიმბოლური საჩუქარიც დახვდება. დავამთხვიეთ 8 მარტს უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი სიმღერებიდან გამომდინარე სრულიად ჩემი რეპერტუარი ეძღვნება სიყვარულს, ამიტომ ძალიან თემატური იყო და მეორეს მხრივ ანუ ორმაგად მინდა რომ მივანიჭო აქ მოსულ მაყურებელს და ეს არ იყოს დაუშვათ საქველმოქმედო და რაღაცა უბრალოდ აწყობილი საღამო. ანუ იქ თითოეული ნაყიდი ბილეთით მე დარწმუნებული ვარ რომ არავინ არ ინანებს. ხვალ ნატო გელაშვილი იქნება საერთოდ სხვა ამპლუაში. საერთოდ სხვა ნატო იქნება, სხვანაირად აღჟღერდება მისი სიმღერები. მან ბევრი ახალი სიმღერა შექმნა, ბევრი ახალი სიმღერა გააცოცხლა და მაყურებელს ელოდება ძალიან ბევრი სურპრიზი. იმიტომ რომ ამა თუ იმ სიმღერას, რომელთაც იციან, რომ სმენელი, რომ ღერის ესა თუ ის მომღერალ, მათ ერთმანეთში გადაცვალეს ესე სიმღერები, რომ მაყურებელს ახლებური ჟღერადობით ესა თუ ის სიმღერა წარუდგინონ. ხვალ იქნება სიყვარულის მოფერების საღამო და რაც მთავარია ჩვენ ვიზრუნეთ იმისთვის რომ 8 მარტს მოსულ ყველა ქალბატონს ფოიეში რაღაც სურპრიზი დახვდება. თბილისი ელოდება ხვალ საღამოს ძალიან მონატრებული და სასიამოვნო თბილისური საღამო. ნატო გელაშვილის კომპოზიტორ ნატო გელაშვილის საღამო იქნება ეს. დაუკავშირდნენ აუტიზმით დაავადებული ბავშვების ცენტრიდან პედაგოგი და შემოსული თანხა მოხმარდება აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის პედაგოგის ჩამოყვანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან, როგორც გავიგეთ, შემაშფოთებელი ციფრი 6000 არის ესეთი ბავშვი საქართველოში და გარკვეულ ნაწილს რაღაცნაირად ნატო თავის შემოქმედებით დაეხმარება